ეთერშია სპეციალური გამოშვება ნენესთან ერთად გამარჯობა. Როგორც წინა გადაცემაში დავაანონსეთ, დღევანდელ დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ისევ სამხედრო ექსპერტი ბატონი ტრისტან წითელაშვილი. Როგორც გახსოვთ, მან გააკეთა განცხადება, რომ დღეს გვექნება საინტერესო ექსკლუზივი, ამიტომ წარვადგენ მას. გამარჯობა ბატონო ტრისტან. მოგესალმებით. დღევანდელი დღის სტუმარი ბრძანდებით ისევ თქვენ და მე ვიმედოვნებ, რომ ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი ექსკლუზივი. ბატონო ტრისტან, თუმცა ამ ექსკლუზივის გაჟღერებამდე მინდა რომ ძალიან ცხელი თემით დავიწყოთ. ჩვენ ვიცით, რომ გუშინ ჩატარდა სამიტი, სადაც იყო განხილვა კანდიდატი ქვეყნების და ჩვენ ერთადერთი რაც მივიღეთ არის ძალიან ბევრი კრიტიკა, საყვედურები და როგორც აღნიშნეს დავრჩით მხოლოდ ფურცელზე. რა სიტყვით მათ განცხადებებზე და როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის და ასევე მადლობა მინდა გითხრათ, სწორედ ასეთი საინტერესო საკითხების და თემების წამოჭრისათვის. ახლა შეეხება მათ საყვედურებს და მათ კრიტიკას. ჩვენ ახლა არაერთხელ ჩვენ მოგვისმენია მათი მხრიდან ეს კრიტიკები და საყვედურები, რომელიც არის უსაფუძვლო საერთოდ საქართველოს მიმართებაში. მერწმუნეთ იმაში, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც კი რაღაც გარკვეული შეხება აქვს ასეთ პროცესებთან, ყველა არის სწორედ იმ პოზიციაზე, რომ ჩვენ გვექცევიან არასწორად. ევროკავშირის პოლიტიკური ლიდერები და ჩვენთან მიმართებაში ისინი არიან ყოველთვის ისეთ დამოკიდებულებაში, როგორც დამოკიდებულებაში და უკანასკნელი ქვეყნები რომ არის იმათთან არ არის. რატომ ვიქეცით ასეთ ურჩ კანდიდატებას? ეხლა რაც შეეხება რატომ არიან ჩვენთან მიმართებაში ესეთი დამოკიდებულებით და რატომ ისინი ჩვენ პირდაპირ მიზანმიმართულად გვებრძვიან, არათუ მარტო პოლიტიკურად, არამედ ძალადობრივი გზებითაც. ფინანსურათაც და მათი აგენტურის მეშვეობით, რომლებიც საქართველოში ყავთ, მათ საკმაოდ კარგად დაფინანსებული და ფაქტის სახელზე არის, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ხდება ქვეყნის წინააღმდეგ და პოლიტიკის წინააღმდეგ და ეკონომიკის წინააღმდეგ ეს დივერსიული მოქმედებები. ეს არის მათ მიერ ორგანიზებული ყველაფერი აბსოლუტურად, ხო? და რატომ გვექცევიან? მე მაქვს შეკითხვები ამასთან და სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს პასუხს. დღეს ცხელი თემები რომ არა, აუცილებლად ვისაუბრებდი იმ ორგანიზაციებზე, რომლებმაც კი. რატომ გვექცევიან? ახლა აი თქვენ შეკითხვადასვით, რატომ გვექცევიან? ეხლა ევროკავშირი დღეს მოდი პირდაპირ ვთქვა და მე ამას ყოველთვის ვიტყვი, მანამ სანამ არ შევხედავ იმ ევროკავშირს, რომელიც ევროკავშირის იყო თავის დროზე წლების უკან, სადაც იყო ევროპული ღირებულებები და სადაც ევროპაში ადამიანი რო ცხოვრობდა რა, ის გრძნობდა თავს სრულფასოვან მოქალაქედ. ეს ევროკავშირი დღეს არ არის, აღარ არსებობს. მოკვდა ეს. და ეს მოკვდა სწორედ ლიბერალ LGBT ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. როდესაც მათმა ხელში აიღეს მთლიანად ევროკავშირის ყველა ქვეყნები და თავისი კონტროლი მთლიანად დაამწესეს ყველა ქვეყნებზე და დაიმონეს მთელი ევროკავშირი, შესაბამისად მათმა შემდგომ დაიწყეს ნაბიჯ თავიანთი იდეოლოგიის განხორციელება ამ ქვეყნებში, ხო? მათმა მოახდინეს სრული ოკუპაცია ევროკავშირის და შემდგომ გაიშალენ სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში. საქართველოში, როდესაც ისინი უკვე გააქტიურდნენ და დაიწყეს აქტიური მოქმედება, პირველი რაც გააკეთეს, მათმა ხო დარტყმა დაუწყეს ქართულ იდეოლოგიას. ქართულ იდეოლოგიას. დარტყმა განახორციელეს ეკლესიის წინააღმდეგ. დარტყმა განახორციელეს ოჯახური სიწმინდეების და ღირებულებების წინააღმდეგ. ნახეთ ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, საიდან მოდის ეს ნაბიჯ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და მათმა მთლიანად თავისი ის ბინძური იდეოლოგია, რომელიც მათ აქვთ ეს ფაქტის სახელზე არის, ჩვენ ხედავთ რა მდგომარეობაშია დღეს ევროკავშირი და როგორ ესე იგი თვითონ ევროკავშირში მაცხოვრებელი ადამიანები, რომლებიც არიან მართლაც ოჯახური ღირებულებების მომხრე, ძალიან ბევრი და უმეტესი ნაწილი. ახლა ნუ ვიტყვით იმას, რომ ის რაც ახლა ჩვენ ხედავთ და რასაც ჩვენ უყურებთ, მათ თვითონ ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, ყველა ევროკავშირში შემავალი ქვეყნების მაცხოვრებლები ასეთი იდეოლოგიით ცხოვრობენ. არა. პირიქით, მე ვიცი, მე ხშირად მოგზაურობ ევროკავშირის ქვეყნებში. მეგობრები ვიყავს, ძალიან ბევრი მეგობრები ვიყავს და პირდაპირ შეწუხებულები არიან. რადგან მათმა იციან რა არის ოჯახი, მათმა იციან რა არის ქვეყნის ისტორია, მათმა იციან რა არის ის სიწმინდეები, რომელიც სიწმინდეების საფუძველზეც არის აშენებული ევროპა. მაგრამ
უკვე მათ მას დაკარგეს სწორედ ამათი მხრიდან. სწორედ ეს ხომ არ გახდა მიზეზი ახალი კოალიციის დიახ, სწორედ, არა, კოალიციაზე შემიძლია, სწორედ ის იდეოლოგია, რომელი იდეოლოგია ჩვენ მათმა პიტაპირ ასე არა თუ იმით რაღაც გარკვეული თხოვნის საფუძველზე, პიტაპირ გეუბნიან, მოითხოვენ კატეგორიულად. აი კონკრეტულად რომელი საკითხები ვერ შევასრულეთ. კატეგორიულად მოითხოვენ რას, იცი? საქართველოს მთლიანობაში უნდა დაივიწყოს მისი ისტორიული არსებობა, ამას გეუბნებიან. ამიტომ რომ როდესაც ისინი გეუბნებიან რომ შენ ოჯახურ სიწმინდეებზე და ოჯახურ ტრადიციებზე და ღირებულებებზე ვარი უნდა თქვა და უნდა მიიღო LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ ის კანონი გააუქმო და უნდა ესე იგი მიიღო კანონი ეს ერთკეციან ქორწილებასთან დაკავშირებით ამას გეუბნებიან პირდაპირ ხო უნდა გააუქმო ეს კანონი რომელი კანონის უნდა მიიღო საქართველოსაც სწორიც გააკეთა რომ მიიღო აგენტურასთან დაკავშირებით ხო ამათ პირდაპირ გეუბნებიან კაცო პირდაპირ გავალებენ და ბრძანებელს აკეთებენ და მეტიც კიდევ თავიანთი ელჩები ჩართვეს ამ პროცესებში რომ ეს თავიანთი ბინძური იდეოლოგია პირდაპირ თავს მიეხვიათ საქართველოს მოსახლეობისათვის. ეხლა ჩვენ ისტორიული ქვეყანა ვართ. ჩვენ ვართ წმინდა მარიამის წილხვედრი ქვეყანა. ღმერთის ქვეყანა ვართ. ჩვენ ქართველები ვართ. ჩვენ გენეტიკა გვაქვს ისეთი და კოდი გვაქვს ისეთი, რომ ვერცეთი აბსოლუტურად ვერანაირი აი ეს ბინძური იდეოლოგია ჩვენში ვერ ჩაიდება და ვერ მოახერხებენ ამას, ხო? ამიტომ არის რომ ხელისუფლება დღეს წინააღმდეგია ამისი. აი კონკრეტულად სწორედ ამ LGBT კანონი რომელიც მიიღო ხელისუფლებამ და აკრძალა სკოლებში, ბაღებში, აკრძალა პროპაგანდა. აკრძალა, ხო, პროპაგანდა. აი ეს ოცეც უნდა ყოფილიყო, ხო? ხო, ჩვენ გვინდა ახლა მაგათი ბინძური იდეოლოგია, გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა უყურონ იფსი მახინჯეს, რასაც ისინი აკეთებენ? ხო არ გვინდა. გვინდა რომ ჩვენ ქვეყანაში დაიწყოს ისეთი ცხოვრება, რომელიც ცხოვრებას მიუღებელი არის, არა თუ მარტო კონკრეტული ადამიანებისათვის, ჩვეულებრივ ქვეყნებისათვის, რომელი ქვეყნები ცხოვრობენ დაფუძნებული არიან ტრადიციებზე და მათ ისტორიებზე, ხო? აი მას გვეუბნებიან. ანუ ეხლა ესენი გუშინ გამოვიდნენ, ეს ყველაფერი, სხვა მეტი მიზეზი ვერაფერი ვერ მოიპოვეს მათმა. ჩვენთან მიმართებაში. რომ ჩვენ ყოფილვართ თუმე ურჩები, ჩვენ არ ვემორჩილებით თუმე არანაირ ამათ რეკომენდაციებს და დიქტატურებს ჯერ რატომ უნდა დავემორჩილო? მე ვარ დამოუკიდებელი სახელმწიფო, აქედან დავიწყოს. დამოუკიდებელი სახელმწიფო ვარ. მე იმიტომ კი არ მინდა ევროკავშირში შემოსვლა, რომ ვიყო თქვენი დიქტატის ქვეშ და კოლონიად ვიქცე, როგორც თქვენ ეს გააკეთეთ სხვა ქვეყნებში. არა, პარტნიორობა. კარგი რაც არის ის მინდა მე ჩემი ქვეყნისთვის და ცუდი მე არ მინდა არაფერი აბსოლუტურად რა თქვენ გაქვთ ხო? არ მინდა. კარგი მინდა, მაგრამ კაც ვერ ხედავ და ამიტომ არის რომ ჩვენ ცოტა დღეს დისტანცია დავიჭერეთ. და ეს LGBT-ის საკითხი მე მგონი მარტო ევროპაში არ დგას. არა, ეს ყველგან არის, მაგრამ არა, ეს ყველგან არის, მაგრამ ისინი არიან თავი და თავი. მაგრამ მოთხოვნა აქვთ იმათ იმათ აქვს მოთხოვნა თუ არა? თქვენ ახლა კარგად მოგეხსენება ჩვენ სამოქალაქო ზუსტად ცხოვრობდით ხო? საქართველოში მით უმეტეს მაშინდელი თაობა ვართ მე და თქვენ ხო? და იყვნენ ეს ადამიანები, მაგრამ არავინ არავინ არ ერჩოდა და არც დღეს არავინ ითხოვს იმათ ჩამოხრჩებას. არა, კაცო, იყვნენ თავიანთ სახლებში და აკეთონ თავიანთ საქმე, რაც უნდათ იქ თავიანთ სახლებში. მე გარეთ არ მინდა, ნუ გამომიტან გარეთ იმ უბედურებას. რა ამტყობად შენაგან, ხო? იმას გარეთ ნუ გამომიტან მე შენ. ანუ ერთადერთი აიკრძალოთ ჩვენს ქვეყანაში პროპაგანდა. სხვა არაფერი. ხო, ჩვენ იმ ადამიანებს არ ვკლავთ, არ ხოცათ, არ ვაპატიმრებთ. ისინი მუშაობენ ძალიან საპასუხისმგებლო და საზოგადოებასთან საურთიერთობო სამსახურებში ხო ასე არავინ მათ არავინ არ ეხებათ მით უმეტეს საბჭოთა დროს და შესანიშნავი ისეთი მყავდა ხო სახელმწიფოებს აღარ დავასახელო ლაპარაკობთ ამ თემებზე ჩვენ იცით რატომ მე მგონი იმიტომ რომ პირადი ცხოვრება ეს არ არის საჭირო გამოვფინოთ ყველამ გარეთ ეს იყოს რა თქმა უნდა არ ვერევით ჩვენ სამაგეროდ გენიოსები ყავდნენ ბევრი რომლებიც სამაყო არიან თავისი საქმით ხო მაგრამ ხوار დევნიდით იმ ადამიანებს არ დევნიდით არც დღეს დევნით რა უნდა ხო მით უმეტეს ეს ადამიანები ცნობილი სახეები იყვნენ და არაფერი აბსოლუტურად შეზღუდვები მათ არ ჰქონდათ თავისი ცოდნიდან გამომდინარე ხო მაგრამ თავის პირად ცხოვრებაში არ ვერებოდი ჩვენ არც ერთ შემთხვევაში და არ დღეს არ ვერებით მაგრამ ისინი რომ მოდიან პირდაპირ იყო იერიშზე გადმოვიდნენ ისინი რომ ახალისეს უკვე მათ რომ ფინანსები მიცეს და ძალიან დიდი ფინანსები მიცეს იმისათვის რომ მათმა თავიანთი ბინძური იდეოლოგია არათუ მარტო თავიანთ გარემოცვაში განახორციელონ არამედ პირდაპირ შევიდნენ სკოლებში ბაღებში და მოწამლონ ჩვენი შვილები და შვილიშვილები ხო მხოლოდ 2024-ში როგორც ნახე არის 800 მილიონზე მეტი გადმორიცხული ეს როგორ კი ბატონო მარტო 2024-ში მანამდე იყო ნაკლები და მილიარდებია დახარჯული საქართველოში იმისათვის რომ ეს მათი იდეოლოგია
მათმა იდეოლოგიამ ფეხი მოიგდოს ამ ქვეყანაში. მეთქის წყალობით ეხლა ხელისუფლებას იმ პოზიციაზე დგას ჩვენ გადავხედავთ ხო თუ როგორ ბრძოლაში არის აი ამ პროპაგანდის წინააღმდეგ ხო და რო ხელისუფლებას არ მიიღო ეს კანონები ჩვენ კიდევ პრობლემები გვექნებოდა იმიტომ რომ ამას ფეხი ქონდა მოგიდებული უკვე სკოლებში და პედაგოგებიც იყვნენ იქ რომლებიც უკვე ნაბიჯ ამას ნელ-ნელა აპარებდნენ ბავშვებს მე ერთ-ერთი ბაღი მახსოვს შაშანი იყო სადაც ბავშვებს ბაღში იყო ხატები ესა კუთხე იყო სადაც იყო წმინდანის ხატები და ერთ-ერთი ბაღის ხელმძღვანელი უпростоრად მივიდა და ეს ხატები ჩამოხსნა სულ და ჩაატყო ყუთში რო არ მისულიყვნენ იქ სამოქალაქო აქტივისტები ეს კონსერვატორები ხო ეს ხატები გადაყრილი იქნებოდა და ვერავინ ვერაფერს არ გაიგებდა. და მშობლები, პლუს ამას მშობლები, ბაღის მოსწავლეების მშობლები, ატეხეს ერთი ამბები აჟიოტაჟში და გამოჩნდა რომ თურმე ეს იყო კერძო ბაღი, რომელსაც აფინანსებდა აი ესეთი იდეოლოგიის პატარებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, ხო? ანუ აქ დაიწყო ეს ნაბიჯ და სწორედ შემდგომ შესაბამისად ხელისუფლებამ რომ დაინახა რომ მართა საფრთხეების წინაშე ვიდექით, ამიტომ გახდა იძულებული რომ ეს კანონი მიეღო. იმიტომ რომ ჩვენ უკვე შემოტევებში ვიყავით, სერიოზულ შემოტევებში. არ ჭირდებოდა კანონის მიღება საბჭოთა კავშირის დროს და არანაირი აბსოლუტურად არანაირი ესე იგი ისინი თავიანთი კატეგორიული მოთხოვნები არ ქონდათ იყვნენ თავისთვის იქ, მაგრამ როდესაც დავინახეთ ჩვენ უკვე რომ რაღაცით უნდა შეჩერდეს ეს ხო? უნდა შევაჭეროთ ეს პროპაგანდა, რაც შევაჭეროთ. ეხლა მუშტით და ძალადობას არ დავიწყებთ, ხო? არცერთ შემთხვევაში. იმიტომ რომ არ არის ეს ჩვენ ავართ ქართველები ბოლოს და ღმერთის ქვეყანა ვართ და ჩვენ ყველა ადამიანებთან გვაქვს ჩვენ დამოკიდებულება, ხო? ამიტომ საჭირო იყო კანონის ფარგლებში ყველაფერი მოქცეულიყო. და მოაქცია კიდევაც ხელისუფლებამ ეს კანონის ფარგლებში და შეაჩერა ეს პროცესი. ამიტომ არის ეხლა რო ის ევროკავშირის ლიდერები და ეს ევროკავშირის კომისიიდან დაწყებული დამთავრებული იმ ერთ მცირე ვიწრო დაჯგუფებამდე რომელიც პირდაპირ ღიად ებრძვის საქართველოს და პირდაპირ საქართველოს ხმალამოღებული ესე ეკვეთება რომ როგორმე ხელში აიღოს სრული კონტროლი ერთ-ერთი სასაყვედურო თემა მგონი არის ისიც რომ გამჭვირვალეობის კანონი, ხო? არის გამჭვირვალეობის კანონი. რა თქმა უნდა, იმ გამჭვირვალეობის კანონთან ძალიან დიდი ამათ უკვე პრობლემა აქვს და რა? სერიოზული. იმიტომ რომ ფულებს ვეღარ ურიცხავენ თავიანთ აგენტურას. აგენტები რომელიც ყავს. იქედან ვერ თეთრდება ფული. ვერ თეთრდება ფული, ატკატები ვერ კეთდება. აქ დიახ. ამის გარდა ამ კანონმა, შეხედეთ რა ხდება, კარგი შეკითხვა დასვით ახლა თქვენ. კანონი რომელიც მიიღო გამჭვირვალეობის კანონი ხელისუფლებამ და ამ გამჭვირვალეობის კანონის საფუძველზე უკვე ჩაეკეტათ მათ გზები და არასამთავრობო ორგანიზაციებში დაუშვათ მოდიოდა თანხები, მილიონები, 100,000-ები, ხო? იქიდან ხდებოდა ატკატები. ისინი წილში იყვნენ ამ თანხებში. პირდაპირ გეუბნებით, მე ღიად შემელია ეს ვთქვა, დაუშვათ 50%-ს ესენი მოიხმარდნენ, 50% უნდა გაეწერათ რაღაცეებში და უნდა დაებრუნებიათ უკანა ჩაედოთ ჯიბეში. იმ 50%-ს რომელსაც კიდევ ესენი რაღაცეებში გაწედნენ, იქიდან თვითონ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს 30% თავად უნდა ჩაედოთ ჯიბეში. და 20% იყო რომელიც იხარჯებოდა უკვე ვითომ რაღაც პროგრამებში. რაღაცები. ასევე იყო მხოლოდ საჩვენებელი პროგრამა რეალურად ხალხისთვის. მე არ მგონია რომ ხალხი თქვენთან ვინმე მოვიდა ესეთი ორგანიზაცია და გითხრათ რომ რამე ყველაფერი გნებათ და ყველაფერი გჭირდებათ ან რამეში ხوار დაგეხმაროთ თუ მოვიდნენ ამდენი წელიწადია ჩვენ დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და არსებობს ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არ მოსულათ არ ჩემთან არავინ არ მოსულა ძირითადად ხედავ რომ იქ მიდიან ახალგაზრდები დღემდე ველოდები ახალ ფეხის ხმას ახლა გეტყვით მაგასაც რატომ მიდიან იქ ახალგაზრდები გეტყვით ახლა ნახეთ არის ანაზღაურება თუ რატომ ანაზღაურებას რა თქმა უნდა მაგასაც გულისხმობ რატომ შექმნეს ქვეყანაში ხელოვნური კრიზისი როდესაც ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო გავხდით რატომ მთლიანად მოშალეს სამუშაო ადგილები დაანგრიეს ქარხნები ფაბრიკები აბსოლუტურად ითაც სოდგმულობდა საქართველოს ამოაყირავეს სოფლის მეურნეობა რითაც ჩვენ ვიყავით წარმატებული ქვეყანა ამ მიმართულებით და ციტრუსი იქნებოდა ყურძენი იქნებოდა ღვინო იქნებოდა მეხილეობა იქნებოდა ხო არაჩვეულებრივი ისინი იყო ჩვენთან საწარმოები არა ფაბრიკა ქარხნები ეს ყველაფერი გააკეთეს სპეციალურად იმისათვის, რომ ჯერ უნდა დამშეულიყო ხალხი, უნდა გამათხოვებულიყო, რაც მივიღეთ ჩვენ. მათხოვრები ვიყავით, როდესაც სადარბაზოების წინ სუპებს ხარშავდით და ლობიებს ხარშავდით და ერთმანეთს უკითხავდით მეზობლები, რომ არ შიმშილდა სული არ მაგხდოთ. ეს ხო გახსოვთ თქვენ, მე ძალიან კარგად მახსოვს. ხო? პურის რიგები ხო გახსოვთ ამ მდგომარეობაში ვიყავით. ეს იყო ხელოვნური შექმნილი კრიზისი. ამის შემდგომ უკვე შემოაპარეს
მათმა ცოტა პატარა თანხები და ცოტა იმას ეს ადამიანის ისა სურვილი ცოტა დააკმაყოფილეს, რომ დაანახეს, რომ აი შეხედე მე ვარ შენი გადამრჩენი. ამ დროს მოდის თაობა, ხო? ახალგაზრდა ადამიანები, რომელიც სწორედ ქართველ ადამიანში გენშიდებს ის, რომ მას აქვს მიდრეკილება სწავლისაგან. მას აქვს მიდრეკილება რაღაცა შექმნას ამ ქვეყანაში, ხო? და წამოვიდა თაობა, ხო? მას სწავლა უნდა. მას უნდა რაღაცა შექმნას, მას უნდა რომ გახდეს პოპულარული გახდეს, თავის ცოდნა გამომდინარე. ეს აღარ არის, შეიზღუდა, აღარ არის ამ ქვეყანაში. ესა უმაღლეს სასწავლებლები თითქმის დახურული იყო, აღარ არსებობდა. მე ადგენდა გაკიდეს ეს უმაღლეს სასწავლებლები თვითონ თავიანთ აგენტურაზე. აი დაუშვათ გიული ალასანია. ხო, გიული ალასანიას მისცეს მთელი ეს საგანმანათლებლო სისტემის 70% ხელში, ხო? ამხელა პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სადაც არაჩვეულებრივი სპეციალისტები გამოდიოდნენ. ინჟინრები და მთელი ეს ტექნოლოგები და მთელი ეს აი ის GPI იყო, ხო, ესეთი უძლიერესი ისა სამჭედლო, ხო, ამ სპეციალისტების შექმნეს იქ გააუქმეს პედაგოგიური ინსტიტუტი პუშკინის სახელობის, რომ გახსოვთ, რომელიც იყო პუშკინის სახელობის არაჩვეულებრივი პედაგოგები გამოდიოდნენ. სამჭედლო იყო პედაგოგების. პედაგოგობასი ადვილი არ არის, ხო? და გადაათქვეს სახელი და იმასეს ილიანიუსიო, რაღაც უბედურება, ხო? იცით, თქვენ მე მგონი უკვე იმ დროზე გადახვედით, როცა მახსოვს, რომ ჩარეცხილები უწოდეს. დიახ და ის აკადემიკოსები, ის პროფესორები, რომლებმაც შექმნეს ეპოქა შექმნეს ქვეყანაში, რომლებმაც შექმნეს და გაამაგრეს სახელმწიფოს ფესვები, ხო? ამათ უწოდეს ჩარეცხილები. და წინა საფეხურზე წამოიყვანეს ვინ ის პროფესორ მასწავლებლები, რომლებსაც გაიარეს სამთვიანი ტრენინგები, დაავერბოვკეს, ბარაცე ხელი მოაწერიეს და ზედმეტი სახელი მისცეს აგენტის და მისცეს შესაბამისი ანაზღაურებები. რა ეკნათ ამ ბავშვებს, ხო? აი ეს ბავშვები ჩაუგდეს ყველა ამათ ხელში, თავიანთ აგენტურას. და ნაბიჯ უწამლეს ამ ბავშვებს ტვინი. დიახ. ეს ყველაფერი დღეს უკვე თქვენ წარმოედგინეთ 35 წლის მანძილზე ქვეყანაში თაობები ხო იბადებიან და სწორედ ამ იდეოლოგიის ქვეშ ხდებოდა ამ ბავშვების დაბადებას და აღზრდაც და ფაქტის სახეზე გვაქვს ხო ეხლა ამ ხელისუფლებამ დაიწყო ნაბიჯ ამის შეზღუდვა. ეხლა განათლების მინისტრს ხოთაშორის არაჩვეულებრივი ესენი ცვლილებები შეიტანა, იმიტომ რომ განათლების სამინისტრო განათლება იყო მთლიანად ოკუპირებული სოროსის მიერ. სოროსის ჯერ არ გაწმენდილი ბოლომდე სოროსით. პირადად ჩემი აზრით ლომაიას მოსulis მერე განათლების სანტექნიკი ლომაია არ ვიცი სანტექნიკი იყო სპეციალურად მისი მოსulis მერე უკან იმიტომ რომ და გაგრძელებული დღემდე რატომ დასვეს ლომაია განათლების მინისტრად მას პედაგოგიკასთან რანაირი შეხება არ ჰქონდა მას აკადემიურ წრეებთან რანაირი შეხება არ ჰქონდა ის იყო სანტექნიკი მეტი არაფერი არ იყო. ამიტომ იმის მართვა ადვილი იყო და მისი ხელით საქმის გაფუჭება ადვილი იყო განათლების სამინისტროში. და აფუჭებინებს საქმე და თლიანად თუ რამე პროგრამები იყო, ეროვნული პროგრამები იყო, ისტორიული პროგრამები იყო და განათლების სამინისტრო აზრითაც იყო დაყრდნობილი, აი იმ ფუნდამენტი მოაშლებიეს ლომაიას და დღემდე ამ იმით მოდიოდა ეს ყველაფერი. და ეხლა ძალიან რთული არის ესე უცებ რომ ეს ყველაფერი შეცვალა. აი სად მივდივართ და ჩვენ რატომ არის ეს ევროკავშირის ლიდერები ჩვენს წინააღმდეგ ასე მომართულები? იმიტომ რომ ამის გამო არის ეს ყველაფერი. ამის გამო არის. სამწუხაროიც რა არის ბატონო ტრისტან, მე ვფიქრობ რომ ის კი არა რომ გარედან უნდათ ჩვენი ქვეყნის ქცევა კოლონიათან საცოდავ ქვეყნად. უბედურება ის არის რომ ამაში მაშინაც რომელ დროზეც თქვენ საუბრობდით და დღესაც მონაწილეობას იღებენ შიგნიდან. თქვენ კარგად მოგიხსენებათ. ერის წარმომადგენლები, ეს არის ყველაზე სამწუხარო. თქვენ კარგად მოგიხსენებათ, საქართველოს ისტორიულად მოსდევს გამყიდულობა. ისტორიულად იყიდებოდა ქართველი ხალხი. მეფე არ ეკლოსო, მეზარბაზნები არ აყავსო, ვინ გაყიდა? ხო? ამავდროულად ვინ გაყიდა კიდევ სხვა დანარჩენი მეფეები? ვინ იყო ეს ქვეყანაში? რაღაცნაირად ჩვენ განკურნება თვითონ ერთ. ანუ რა არის ისინი რას პოულობენ? ისინი პოულობენ სისუსტეებს. აქილევსის ქულს და მორჩა. და იქიდან იწყება ყველაფერი. რა თქმა უნდა. შესაბამისად, ეხლა მე როდესაც მოვისმინე, ეს დღეს თელი დღე მოკლედ ესენი თამბავში არიან რა, ეს ევროპარლამენტარების, აკაურის სექტანტები, ეს მათი აგენტურა და აი ქართულმა ოცნებამ, ხელისუფლებამ დაგვამართა საბოლოოდ დაასამარა ევროკავშირში გაწევრიანება. ახლა რა დატვირთვა აქ ამას ნახეთ.
ვინაიდან მათმა ვერ შეძლეს და საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ გამოიყვანეს ქუჩაში, ხო? ფაქტის სახეზე არის და თუნდაც ის პროევროპელები, რომელი პროევროპელებსაც არ მოსწონთ ეს შექმნილი სიტუაცია, ხო? რაც ხდება დღეს რუსთაველზე და ვინც უდგას ამას სათავეში. არის ნახე მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი, დიდი ნაწილი არ ემხრობა ამათ მოქმედებას, მაგრამ იმათ თუნდაც ევროკავშირი, ხო? პირადად მეც მინდა ევროკავშირი. ხო, თქვენს გინდათ, ხო? ნახეთ ახლა მაინც კავშირში არა ურთიერთობები რო იყოს საწყობილი. ნახეთ ახლა რა ხდება, ამიტომ ახლა ესეც ერთ-ერთი რომ ვიტყვი ხაფანგი არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ გრძელვადიან პროცესში გადაიდო. ეხლა გრძელვადიან პროცესში გადაიდო, ეს ეხლა უკვე ნახავთ აგერ თქვენ ამ ორ დღეში რამხელა დიდი უკმაყოფილება წამოვა საზოგადოებიდან, რომ აი რა გვიქნა ხელისუფლებამ. დაგვაკარგინა საბოლოოდ ევროკავშირში გაწერინა. თავიდან მოშორება უნდოდა ჩვენი ევროპას ისე. ევროპა თვითონ ვერ მოგიშორებს შენ თავიდან. იმიტომ ვერ მოგიშორებს, რომ შესაბამისად მას უამრავი თანხები აქვს ამას არასამთავრობო ორგანიზაციებში დახარჯული საქართველოში. მაშინ რა უშლიდათ ხელს აქამდე ეთქვათ, რომ ჩვენ მიგიღეთ, დამთავრდებოდა. ის უშლიდა ხელს და ის არის, რომ მათ ასეთი საქართველო არ უნდათ მიიღონ. ანუ მათ არ უნდათ საქართველო, რომელიც არის წმინდა ღვთისმშობლის ქვეყანა და ტრადიციების და ღირებულებების სადარაჯოზე მდგარი ქვეყანა. მას ჭირდებათ გარყვნილი საქართველო რომ მიიღონ ევროკავშირში. უფრო მე მგონი პოლიგონი ჭირდებათ. პოლიგონი გეტყვით ახლა. რა თქმა უნდა. ეს აი ჩვენი გარყვნილება არ გარყვნილება საერთოდ სულ. გეტყვით ახლა. არა, ნახეთ, ჯერატოა საჭირო რომ მათ ყავდეთ ქვეყანაში აქ უმეტესი ნაწილი, რომელსაც ექნება რეპუტაცია შელახული. მოქალაქეები. რეპუტაცია შელახული ადამიანი ვეღარ შეეწინააღმდეგება უკვე. იქიდან მომავალ დირექტივებს და ისიც მისი ყურმოჭრილი მონა. მე და თქვენ ყოველთვის შევეწინააღმდეგებით. იმიტომ რომ ჩვენთვის მიუღებელი იქნება ეს ყველაფერი და ჯერ ეს უნდა გააკეთოს. ეს უნდა ამ მიმართულებით უნდა შეამზადოს სწორედ ის პოლიგონი, რომელიც პოლიგონსაც თქვენ გულისხმობთ. როდესაც ამ მიმართულებით შეამზადებს უკვე და მთლიანობაში კონტროლს აიღებს ხელში, ამერე არ ვარ ჩვენ უკვე პოლიგონი. მერე ვარ ჩვენ უკვე მეორე ფრონტი საქართველოში. ამიტომ არის ეხლა რომ ესეც შემოგდებული არის იმათი მხრიდან, სწორედ იმ ადამიანების წინააღმდეგ და იმ ადამიანების ფსიქოლოგიაში, რომლებიც დღეს სახში ზიან, არ გამოდიან გარეთ და არ უჭერენ მხარს თითქოს აი ამ აქციებს, რომელი აქციებიც მიმდინარეობს საქართველოში, ხო? ამან. ესეც შემოგდებული თემა და რა შეიძლება გძელვადიანია, პირდაპირ გეტყვით, ჩვენ ვერასდროს და არასდროს არ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. აი როგორც თურქეთი ახლა რამდენი წელიწადია, აი ესე აჯანჯღალებენ, აი ეს რაღაცა ხან იმას მოიგონებენ, ისე ვიქნებით ჩვენ და ისე სატყვარად ვეყოლებით ჩვენ ყოველთვის აი ამ ადამიანების მიმართებაში იმ ევროკავშირის ლიდერებს, სანამ იქ არ შემოიტლიან გასუფთავდება ეს ევროკავშირში ჩანერგილი ეს ლიბერალი LGBT პოლიტიკის მატერებელი ლიდერები და იქ არ წამოვა ისეთი იდეოლოგია, ჯანსაღი ევროკავშირი არ წამოვა, რომელიც იყო ადრე მე და თქვენ რო ვახსოვს, ხო? რომელიც იცავდა ადამიანის რა თქმა უნდა, იყო, მართლაც იყო და არ იყო თამაში და არ იყო, არ გვახვევდა თავზე. ეხლა თქვენ წარმოედგინეთ, ჩემი უფლებები დღეს შელახულია. და რატომ არა შელახული? ის პირდაპირ მაძალებს, თუ გინდა თუ არა, შენ ჩემი იდეოლოგიით ცხოვრება, ხო? არ მინდა კაცო მე იმის იდეოლოგიით ცხოვრება, ხო? და რატო ლახავ ჩემ უფლებებს? ხო მეც ხო ადამიანი ვარ, ხო? მეც ხო მიწახი რომ ადამიანის უფლებები უნდა დავიცვათ. ეს არის ყველაფერი ორიენტირებული ადამიანის უფლებებზე, მის ღირებულებებზე. კაცო, იმის ღირებულებებს თუ იცავ, რომელი ღირებულებების ჩემთვის მიუღებელი არის, ხო? ჩემ ღირებულებებს რატომ არ იცავ? რატო არის ეს სამხრივი მიდგომა? ანუ ის ევროკავშირი, რომელი ევროკავშირი დღეს ჩვენ რაღაცებს თავაზობს და რაღაცების გამო სჯის, ის სჯის იმიტომ რომ მათი იდეოლოგია დღეს ბოლომდე ვერ მოიკიდა ქვეყანაში ფეხი. ამიტომ ახლა ახალი ეს შემოაგდეს უკვე ეს რაღაც პაკეტი, რომ ეს ხალხი გააღეზიანოს და ამგერმა ატეხოს ერთი ამბავი და თუნდაც მე კიდევ ახალს მოიგონებენ რაღაცას. ბოლომდე უნდათ მათმა გადათელონ საქართველოს. ბატონო ტრისტან, თქვენი აზრით როგორი ურთიერთობა ესეც ახალი ამბავია რომ შეიქმნა კოალიცია, ხო, ახალი კოალიცია ევროპაში, სადაც რამდენიმე ქვეყანა არის გაერთიანებული. როგორ ფიქრობთ, მათთან როგორი იქნებოდა ჩვენი ურთიერთობა, სამომავლო ურთიერთობა? ამ კოალიციასთან და რატო გახდა საერთოდ აუცილებლობა, რატო შეიქმნა ევროპაში, რომ შემდგარიყო ახალი ერთობა?
ნახეთ ახლა აი თქვენთან საუბარში სწორედ ჩვენ ვახსენეთ ახლა და კარგად ვახსენეთ ის ნამდვილი ევროპელები, ხო? ის ადამიანები, რომელი ადამიანები დღემდე იცავენ თავიანთ ღირებულებებს, ხო? ეხლა ეს ქვეყნები არის უნგრეთი არის, სლოვაკეთი არის და ჩეხეთია, სადაც ეხლა იყო არჩევნები და გაიმარჯვა კონსერვატიულად მოაზროვნე ლიდერმა, ხო? ანუ ისინი შეწუხებულები არიან. შეწუხდნენ კაცო ისინიც. პირდაპირ ავალებდნენ ორბანს, პირდაპირ ავალებდნენ ფისოს, სლოვაკეთის იმას პრემიერს, რომ სწორედ ეს კანონები მიეღოთ მათ ქვეყნებში და მაქსიმალურად, ესე იგი, ყოფილიყო ამ კანონების პროპაგანდა. ისიც კი იკადრეს, რომ ისინი ხო ევროკავშირში არიან. ხო, ისიც კი იკადრეს, რომ სლოვაკეთის პრეზიდენტს ესროლეს და მოსაკლავად გაიმეტეს. ხო? ეს კი არიან ევროკავშირში. ხო, ნახეთ ახლა, აი სწორედ ამ ქვეყნებზე გვაქვს. მაშინ როგორ? ამ ქვეყნებზე გვაქვს ჩვენ საუბარი. აქაა სწორედ ეს ჯანსაღი ძალა, რომელიც ჯანსაღი ძალა წამოვიდა უკვე. გაერთიანდნენ ესენი ახლა და ამბობენ, რომ ახლა მართალია ოფიციალური დოკუმენტი არ შექმნილი ამასთან დაკავშირებით. განცხადებები გააკეთეს უკვე, რომ ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად, რომ ვებრძოლოთ და აღუდგეთ იმ საფრთხეებს წინ, რომელიც საფრთხეების უკვე ჩვენ ქვეყნებს ემუქრება. ანუ ის ტრადიციები, რომელიც ტრადიციების აქვს მათ ქვეყნებს, როგორც ჩვენ საქართველოს, ხო, ისინი ხედავენ უკვე ამ ტრადიციის წინააღმდეგ უკვე მოქმედებას იმათი მხრიდან, ხო? და ამიტომ შეიქმნა ეს კოალიცია. ამიტომ დადგენ ერთად და ამას კიდევ შეუერთდება ქვეყნები. ის ქვეყნები ახლა ნახეთ პოლონეთში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს, ხო? პოლონეთი ხოლმე გადამკვდარი იყო უკრაინაზე და მოკლედ თელი ესე იგი ეს რაც რესურსი ჰქონდა, სულ დებდნენ უკრაინის წინა პრეზიდენტი. დუდა. ხო, დუდა. ეს ახალი მოვიდა ახლა. ამან უკვე შეხედა და თქვა, არაო, უკრაინაში მოისადე ჯერ კაცო ჩემ ქვეყანაში მაქვს დასალაგებელი და ჩემი ქვეყნისა მაქვს მისახედი, ჩემი ხალხისთვისო. ანუ პოლონეთისაც ნელა-ნელა იღვიძებს უკვე. ნელა-ნელა იღვიძებს. აქ დარჩება მარტო საფრანგეთი და გერმანია და მეწუნეთ იმაში. დანარჩენი ქვეყნები, ხო, ყველანი ერთად აი შეუერთებიან სწორედ აი ამ ბინძური იდეოლოგიის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყნებს და ის ევროკავშირი აღარ იქნება უკვე, რომელი ევროკავშირის დღეს არის. და დღეს რომელი ევროკავშირის დღეს ჩვენ ასე პირდაპირ მიგვათრევს თავიანთ სიბინძურეში, ხო? აღარ იქნება. ეხლა სლოვაკეთის პრეზიდენტი და იმისი უნგრეთის პრემიერი ხო ჩვენ ხო კარგად ვხედავთ, როგორ ხმალამღებული ბრძოლობს და თვითონ ევროკავშირის წევრი ქვეყნები არის ესენი და თვითონ არაერთი ის დაბლოკა ევროკავშირში მან ისეთი კანონები, რომელიც ხო, აბა ორბანმა, ხო? კი, არაერთი კანონები დაბლოკა მან, რომელი კანონებიც იყო მიუღებელი არათუ მარტო მისი ქვეყნისათვის, არამედ მთლიანად საზოგადოების, სოფლიო საზოგადოებისთვის და იმ ევროკავშირში შემავალი ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის. ხო? ეს და დღესაც ამბობს. ეხლა რა გაუკეთეს, ხო ხედა, გაასაჯაროვეს და ეს შეუშვეს, ეს ჰაკერები შეუშვეს, ეხლა ეს უკრაინელი ჰაკერები და ის საიდუმლო ინფორმაციები პირდაპირ გამოუფინეს იმ ადამიანებს. ეს ხო უკვე ერთ-ერთი დივერსია არის და ერთ-ერთი მოქმედება არის, აი ეს სწორედ ევროკავშირის პოლიტიკური ლიდერების დივერსანტების მხრიდან, იმ აგენტურის მხრიდან, რომელი აგენტურაც იმართება მათი მხრიდან, მსგავსი აგენტურა, რომელიც ჩვენ გვყავს ქვეყანაში აქ. ისინიც ანალოგიურს აკეთებენ და ისინიც ანალოგიურად მოქმედებენ და ამიტომ მათ ეხლა დღეს ძალიან თუდად აქვს მდგომარეობა ევროკავშირის, მეცნიერთ იმაში. ნახეთ ეხლა უკრაინას ამემართებაში ჩეხში არიან შესული. ვერაფერი ვერ გააკეთეს. მთელი რესურსი ჩადეს. მთელი თუ რამე საცეებში ჰქონდათ მათ სათადარიგო და ჰქონდათ საბრძოლო მორიგეობაზე უკრაინაში ჩაყარეს ყველაფერი და ზოგი გაიყიდა სხვა ქვეყნებში და ტერორისტების ხელში ჩავარდა, დიდი კორუფცია იყო აქ ყველაფერი და აბსოლუტურად დღეს უკვე არიან ჩეხში. აგერ ეხლა 3-4 ქვეყანა გაერთიანდა და მათ წინააღმდეგ არის. ეხლა აკეთებენ ყველაფერს, რომ აიძულონ ვითომ ევროკავშირმა აიძულოს ზელენსკი, რომ როგორმე რაღაცა შეთანხმება მოხდეს და ეს ომი გაყინონ. თუ ეს ომი არ გაიყინა, თვითონ მდგომარეობა აქვს ევროკავშირს, ძალიან თვითონ მდგომარეობა. ხო იძახიან სანქციებიო. სანქციები და ჩვენ უკვე ზურგის შევაქციეთ რუსეთს და არაფერს იმისგან არ ღებულობთ. როგორ არ ღებულობთ? გაზი მათთან არ არის? ყველაფერი მათთან არის. ეხლა ეს ენერგო რესურსი რაც არის, სულ მაღაზია მიბმული. უბრალოდ ეს განცხადებაა და ხალხს ატყუილებენ ყველა. ხო და კაია კალასის მეუღლეს დღესაც გაქანებული ბიზნესი აქვს რუსეთთან. და უამრავი ისინი აქვს იქ ბიზნესი რუსეთში. კაია კალასის მეუღლეს, რომელიც დღეს პირდაპირ საქართველოს თითს უქნევს და დაუძინებელი მტერია ჩვენი ქვეყნის.
ამერიკამაც საყვედურები მიიღო თვითონ გერმანიისგან, იმიტომ რომ სანქციებმა იმოქმედა მათ თანამშრომლობაზე რუსეთთან. ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ამერიკის შეერთებული შტატები დღესაც ღებულობს რუსეთიდან იმ რომ იტყვი რესურსს და იმ საშუალებებს, რითაც ის დღეს თუნდაც იმ რაკეტებს და იმას რო ამზადებს, ხო? ეს ვიცი, მე ზუსტად ვიცი. ზუსტად ვიცი და მე გეცოდინებათ. ვიცი და იმიტომ გეუბნებით, ხო? ამიტომ ახლა ეს ქვეყნები, რომელი ქვეყნებიც გაერთიანდნენ დღეს, ხო, ეს უკვე არის ჩვენთვის ძალიან მომგებიანი საქართველოსთვის, რადგან ეს ის ქვეყნები არის, რომელი ქვეყნებიც ყველა ქვეყანაში იცავენ თავიანთ სუვერენიტეტს, თავიანთ ტრადიციებს, ხო? და არ ერევიან და არ ყოფენ სხვა საქმეებში. ცხვირს ამ იდეოლოგიის, თუნდაც იმ კაი იდეოლოგიის მოხევის მიზნით. არა, ისინი არიან, რომლებსაც სულ პარტნიორობა, პოლიტიკური ბიზნესის და მშვიდობის და ასე შემდგომ, ხო? და არა, აქ თინანა მთელი ევროკავშირი დატვირთული არის ბინძური იდეოლოგიით. ყველა ევროკავშირის სტომაზე განიხილება ეს ბინძური იდეოლოგია თუ როგორ მოახვილ ქვეყნებს თავს, ხო? და ამ დროს გამოდის ორბანი და ამას ეწინააღმდეგება და ბრძოლობს, პირდაპირ ბრძოლობს, ხო? გამოდის ისო ეწინააღმდეგება. ეხლა ჩეხეთის პრეზიდენტს გამოვიდა და განცხადებები გააკეთა და სწორედ მისი ინიციატივა იყო, რომ უნდა გაერთიანებულიყვნენ და რომ უნდა უკვე აღდგომოდათ აი ამ ბინძური იდეოლოგიას წინ ეს ქვეყნები თუ არა პირდაპირ თქვენს რომ ჩვენ შვილებს და შვილიშვილებსაც მსგავსი საფრთხეები ემუქრებათ. ეს კარგი არის, ეს კოალიცია. არაჩვეულებრივი არის, რადგან ევროკავშირს დაანახებს უკვე აი თავიანთ სისუსტეს და იმ უგნურობას, რა უგნურობითაც დღეს თუნდაც ის ევროკავშირის ლიდერები მოდიან და მიიწევენ იმ ქვეყნებში, რომელი ქვეყნების დაპყრობაც უნდათ. ჩვენი ოკუპაცია უნდათ, მათ იდეოლოგიური ოკუპაცია. ეხლა მე რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ეხლა იარაღით დამიყრობ, იდეოლოგიით დამიყრობ, თუ ფინანსურად დამიყრობ და დამიმონებ. მონა არის, ხო? და დაპყრობა არის. და ასევე არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის მონაც იქნება. და რომელი ქვეყნის მონაც იქნება, ხო? მე ვარ დამოუკიდებელი სახელმწიფო, მე დამოუკიდებლობა და ჩემი ეს ტრადიციები ღმერთმა მომცა, კაცო. შენ ვინახარ რომ მართლია? ვინახარ რა უფლებას შემოდიხარ ჩემ ქვეყანაში? მოდიხარ გაღიმებული სახით, მაგრამ ზურგს უკან გაქვს მგლის სახე. გლის სახე. და შემჭამო და გადამყლაპო. აი ეს არის რა ეს ევროკავშირი დღეს. იმედი მაქვს რომ ვერ მოგვერევიან. ვერა. ვერ მოგდავადგებით მაინც. კი, გეთანხმებით იმაში, რატო იცი? მე ხა მაბადიეთ, აი თქვენ ძალიან კარგი ვერ მოგვერევიან და რატო ვერ მოგვერევიან? იმიტომ რომ ვარსებობთ აქ თქვენ, მე და ჩვენაირები ძალიან ბევრი. ეხლა ახალგაზრდაობას ნახეთ ძალიან ბევრი უკვე შეხედა რომ რაღაც არასწორ გზაზე და არასწორი მიმართულებით მიდიოდნენ და ძალიან ბევრი უკვე ნაბიჯ უკვე ეხსნება ამ პროცესებს. ბატონო ტრისტან, სულ მინდოდა აი თემაზე მეთქვა თქვენთვის, არ ვიცი ხა ეს გადაცემაში რამდენად შევა, მაგრამ ხომ არ არის ეს ჩვენი ქვეყნიდან მიწოდებული ეს ძალიან მწვავედ დასმული ეს საკითხი, იგივე LGBT თემას გულისხმობ, თვითონ ჩვენიდან ხომ არ არის ამ აქ არსებული ორგანიზაციებიდან ისე მიწოდებული ეს საკითხი, რომ ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენთან დასაცავია ეს ხალხი. ამიტომ ხო არ არის. იცით რა არის? ამათმა რო ფული მიიღონ, ამისთვის აკეთებენ ამას და ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ გვეხმარებიან და იმ ხალხს ეხმარებიან, ვითომ აქ ჩვენ ვიღაცას ამ ქვეყანაში მაგ თემით გეთანხმებით. ჩვენ გვაქვს ისე. არათო მარტო ამ ორგანიზაციების ხედან, არამედ მათ ხალხ თავიანთი ელჩები აქვს. რომელ ელჩებსაც ყოველდღიური კომუნიკაციები აქვს. და რომელმა ელჩმა ნახა ჩამოხრჩობილი ვინმე. ნამდვილად საზოგადოებრივი ზეწოლა არის ხოლმე ძალიან ცუდი და ხანდახან ისეთი, რომ ამ მაქსიმალიზმშიც რო ვართ ხოლმე ქართველები, რომ ვიღაცას ჩაქოლავენ, არ აქვს მნიშვნელობა სოციალური მედიით თუ საერთოდ ხანდახან ვიცით ხოლმე ესე მწვავეთ რაღაცებზე რეაგირება, მაგრამ ფიზიკურად ჯერ ადამიანი არავინ დასჯილა ამ ქვეყანაში მაგისტრის და არსებობენ კი ქვეყნები, მე მგონი ხო? კი, როგორ არის? კლავენ. ქუჩაში კლავენ პირდაპირ. ხო და არავის არ ხოცავენ აქ, თუ კი მორალურ ზეწოლას ვინმე ვერ უძლებს, იმიტომ რომ ბევრ ტრადიციულ ოჯახებს შორის უწევს არსებობა, მაშინ რა ვიცი, შეუძლია ევროპაში თვითონ წავიდეს. მე პირადად თვითონ წავედი. გეთანხმებით და მაგას ვეუბნები. ამ თემის გამო არა, მაგრამ საერთოდ თვითონ წავედი და იცით რა მინდა გითხრათ ბატონო ტრისტან. იქ მე ვერ ვნახე ოჯახები, ვისაც ოჯახური ტრადიცია არ აქვს, ოჯახური სიყვარული. გეთანხმებით. არ აქვს. რაღაც თემებში არიან ისინი თითქოს ზერელეთ უყურებენ რაღაც თემებს, მაგრამ არც ისია საქმე, როგორც აქ ჩვენ ზოგიერთი ვთქვათ ორგანიზაცია
ვიხსნის, რომ იქ ყველაფერი სულ ერთია ხალხისთვის, რომ გარყვნილება არის ზენიტში. არა, გეთახმები. მეტი გარყვნილება აქ მინახავს. აი მე თქვენსავეთ გამიგია. მე თქვენსავეთ ვხედავ, ჩავდივარ იქ მაცხოვრებელ ადამიანებს. იმ ადამიანებს რომელი ადამიანებთან მე ურთიერთობა მაქვს, ხო? არა აქვთ იმ ადამიანებს ამ იდეოლოგიისკენ მიდრეკილება, ესეა ჩვეულებად, ახლა რა თქვენ დამეშით შეკითხვა, ხომ არ არის ეს ამათი მხრიდან გამუქებული და რაღაც აი გამუქებული ეს. ხო, გეტყვით, ახლა რატომ არ კი არის, როგორც ამ ადამიანების მხრიდან არის. ვიც მცირე ჯგუფია საქართველოში, აგეგონოთ ბევრი ეს ამ ცხოვრებით მიმდევარი ადამიანები. ძალიან მცირე ჯგუფი არის, ხო? მეც მგონია რომ ბევრია. არ არის ბევრი, ახლა მეწმენთ იმაში, არა ათეული რაღაცა ადამიანი. და იყვნენ რამდენიც უნდათ უბრალოდ. მაგრამ ხوار გვაინტერესებს, მათ რა ვერ მოუნელებიათ, იცი? რა ვერ მოუნე უზარმაზარი თანხები იყო ჩადებული, რომ საქართველოში მათ უნდა ჩაეტარებათ გეი აღლუმი. და უნდა გაევლოთ რუსთავში. ხო გახსოვთ? აი ეგეთ მე ვიყავი ერთ-ერთი იქ აქტიური პირი, მე სამხედრო კაცი, გენერალი კაცი, რომელიც ყოველ 26 მაისს ჩემ ჯარისკაცებთან ერთად ვატარებდი სამხედრო აღლუმს რუსთაველზე და გავივლიდი სიამაყით და ვზეიმობდი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა მე როგორ უნდა მიმეღო ის რომ იქ სადაც მე ქართველ ჯარისკაცებთან ერთად გავდიოდი და წინ მიუძღოდი მას ასე სამხედრო სალამით და ამაყობდით რომ დამოუკიდებელი საქართველოს მას აღნიშნავდით თარიღს, იმ ადგილას უნდა გაიაროს ამ რაღაცა უჯიშო და რაღაც ტვინ გადაბრუნებულმა ადამიანებმა. ამ წმინდა ადგილია, ხო? იმიტომ არის წმინდა ადგილი, რომ ეროვნული მოძრაობა იქიდან დაიწყო. ხო, რუსთაველიდან დაიწყო. მთელი ეს ეროვნული მოძრაობის ლიდერები, მთელი ეს ელიტა იქ იყრიდა თავს. შემდგომ სამხედრო აღლუმები იქ ტარდებოდა, კაცო. სამხედრო აღლუმები, რომელიც სამხედრო აღლუმი არის ერთ-ერთი ისა მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ხო? და ამ დროს ეს ყველაფერი გვერდზე უნდა მიწიო და უარყო და გაანულო და უნდა გამოიაროს ვიღაცა ამ ხო, მაგრამ ამ აშლილმა ადამიანებმა. ყველაზე აი მართლა ქრისტიანული იყო ეკლესიის მიერ ოჯახების ოჯახური სიწმინდე, ოჯახური სიწმინდე. ჩვენ ვეცად უბრალოდ ერთმანეთს დაუპირისპიროთ რეალური უკეთესი ღირებულება. ქალბატონენე, არავინ არავის თამაშს არ ამტრევს. აი თქვენ ახახსენეთ ოჯახური ფაქტები. პატრიარქმა გადადგა არაჩვეულებრივი ნაბიჯი 17 მაისს, რომელიც გამოაცხადა ოჯახური სიწმინდეების დღეს. აი ამას გულისხმობდი. დაანახა მთელმა საქართველომ, სოფლიოს, მთელი საქართველო გამოვიდა. თქვენც იქნებოდეთ იქ აუცილებლად დარწმუნებული ვარ. ვიყავი თუ ვიყავი საქართველოში. არა, არ ვიყავი საქართველოში. იქ იყო სასწაული. პატარა ბავშვები ის. დიახ, ოჯახებით დავანახეთ სოფლიოს. ესა ვარ ჩვენ და რა ის რაღაცა მცირე ჯგუფი, რომელიც არის ავანტყოფები, ხო? დაგვანებონ თავი რა, იყვნენ თავიანთ სახლებში და აკეთებენ თავიანთი საქმე რა. მორჩა ამით ყველაფერი და ის, რასაც ახლა ევროკავშირი აკეთებს საქართველოს მიმართებაში, ეს არის კიდო გეუბნებით ერთ-ერთი გეგმის ნაწილი, რომლის საფუძველს უნდათ რომ საქართველოში აამხედრონ ხალხი და ესე იგი მოახდინონ გადატრიალება და გადატრიალების საფუძველზე აიღონ ხელში კონტროლი და ამ კონტროლის საფუძველზე შემდგომ საქართველოში გახსნან მეორე ფრონტი და დაიწყოს ომი საქართველოში. ყველაზე დიდი საშიშროება მე მგონია ეს. ღმერთთან მოხდას, მე ვიცი რაც იქნება, სამხედრო კაცი ვარ და ვიცი რაც იქნება, ეს რას მოუხდან საქართველოს ეს აღარ იარსებობს საქართველო გაქრება. შეიძლება ვიცა იქნება, მაგრამ ადამიანები აღარ ვიქნებით. დიახ. ტერიტორია იქნება, ადამიანები აღარ, ტერიტორიაზე იქნება უცხო ქვეყნის დაქირავებული ბოევიკები, რომელიც 24 საათის განმავლობაში აკეთდება საშინელება. არა, ამას ყველანაირად უნდა აღუდგეს წინ ქართული ხალხი. ბატონო ტრისტან, ჩვენ დღეს უნდა დავასრულოთ, ძალიან გავიგრძელდა საუბარი. სამწუხაროა. შეგახსენებთ, რომ ეთერში იყო სპეციალური გამოშვება ნენესთან ერთად და დაგემშვიდობებით ყველას. მადლობა, კარგად ვანდებოდეთ.